3-2-1 იწერს. რომ იცოდეთ როგორ წვალობ ყოველი გადაღებისას თანახეთ ყოველთვის ვწერ ტექსტს, რაზეც უნდა ვისაუბრო. ფიზიკურად ძალიან რთულია, უცებ მოიფიქრო და მით უმეტეს არ იცოდე რა მიმართულებიდან უნდა დაიწყო და რა მიმართულებით უნდა წახვიდე. ასე რომ დიახ, ეს მისაღები ფორმაა, შეგიძლიათ მე თან მიყვარს ძალიან კალამთან და ფურცელთან ურთიერთობა, სხვანაირად გადმოვცემ აქ აზრებს. რა თქმა უნდა, აქ არის ჩემი აზრები, შეიძლება რაღაცას მოусმინო, რაღაც გავიგო და მე ბევრი წვეტა მაქვს ხოლმე, სხვათა შორის რაღაცა მავიწყდება. მემართება დისლექსია, მემართება ყველაფერი ბლო გავჭედავ და ვეღარ ვაგრძელებ. ეს ჩვეულებრივი თემა, როცა კამერასთან გიწევს მუშაობა, მით უმეტეს, როცა კამერაში ვერ ხედავ შენ თავს, როგორც გითხარით, ჩემს ტელეფონს აქვს გაფრჭებული წინა კამერა და ამიტომ მიწევს, რომ უკანა კამერით გადავიღო და საერთოდ ვერ აღვიქვამ. ბევრი კადრის მიფუჭდება, დუბლი 2, დუბლი 5, დუბლი 10, დუბლი 15 და ასე შემდეგ. თან სულ შეზღუდული დრო მაქვს და შეზღუდული დროით წერამ ვიდეოს, მაგრამ აი, მონდომება რა არის? მინდა წერ და მე ჩავრთავ კამერას და დუბლი 35-ის შემდეგ გამოდის ის, რაც მინდა რომ გამოვიდეს. ხო, არ არის მარტივი კამერასთან მუშაობა ნამდვილად, მაგრამ ადამიანებმა უნდა მოვინდომოთ. მოკლედ ეხლა სულ სხვა თემაზე მინდოდა მელაპარაკა, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ მე ხავ საუბრობ სხვა თემაზე და ამას უნდა ხვალ ჩავწერ, რაზეც უნდა მესაუბრო. ხო და დღევანდელ სოციალური ქსელების ეპოქაში თუ ფლობ რაიმე ბიზნეს და ყველა ფლობთ რაღაც ბიზნეს, ყველა ვყიდით რაღაცას, ზოგი ჩვენს ხელობას, ზოგი ჩვენს ცოდნას, ზოგი ჩვენს ხელნაკეთ ნივთს, მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ხო რაღაცას ვქმნით და ვავრცელებთ და ვყიდით. ხო, ხშირად ეს გაყიდვაც აღიქმება ხოლმე, რომ აი გაყიდვად ეხავს, არ შემიძლია და რაღაცა, ეს ფრაზა ხო, საერთოდ ის არის ჩემთვის, მე გაყიდვებისთვის არ ვარ დაბადებული და შექმნილი და მე ვერაფერს ვერ გავყიდი და ჩემსას ვერ გავყიდი და სხვისას უცებ ვყიდი. მოკლედ ესეც ძალიან ბევრი ჩვენი წარსული ჩაჭერილი აზროვნებიდან მოდის. მეც მქონდა ერთ დროს რომ და როცა დავიწყე ეს საქმე, სულ ფიქრობდი რომ გაყიდვები ჩემი არ არის, მე ეს არ შემიძლია ვერ გავყიდი. რას ამბობ ვინმეს ფული როგორ უნდა გამოვართვა და მქონია ის პერიოდიც რომ საერთოდ ჩუქნიდი ყველაფერს და მე მივხვდი რომ უბრალოდ ეს ძალიან დიდი სისულელია. ხო, ყველაფერი არ უნდა აჩუქო. შეიძლება რაღაც შეღავათი გაუწიო, შეიძლება რაღაც ის რომ შენ მომსახურებას უწევ ადამიანს, ხო? ის რომ შენ კომპეტენტური ხარ ამა თუ იმ საქმეში, ეს არის უკვე შენი უფასო დახმარება. ხო, ეს ამიტომ გაყიდვა შეგვიძლია ყველას. და დღევანდელ სოციალურ ქსელების ეპოქაში აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენი ბიზნესი, აი აქ სოციალურ ქსელში, აი აუცილებლად, თორე ქუჩაში კი ყველა დავდივართ, ზოგი მანქანით გადავადგილდებით, ზოგი ხანდახან ფეხით, ხო, დავდივართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩემს ქალაქშიც არის იმდენი ბიზნესი, რომელიც შესახებაც საერთოდ არ ვიცი, რომ არის. ამიტომ აუცილებელია, რომ სოციალურ ქსელში იყოს ჩვენი ბიზნესი, როგორც შეგვიძლია გადავიღოთ ფოტო, ვიდეო მასალა თუ განვათავსოთ და ვამცნოთ ხალხს, რომ ჩვენ გვაქვს ბიზნესი და დიახაც ვყიდით რაღაცას და შეგვიძლია ესა თუ ის მომსახურება თუ უნდა შევთავაზოთ ადამიანებს. მე რომ არ მქონოდა სოციალური ქსელი, აი გეტყვით, დამატებით მაქვს გიმწვენდის და ურთლის აპარატის გაქირავების სერვისი გარდა იმისა, რომ ვარ ქსელური მარკეტინგის კომპანიის დამოუკიდებელი პარტნიორი, მაქვს კიდევ ეგ ბიზნესი და ვაპირებ შემდგომშიც რაღაცებს, იმიტომ რომ ბიზნესიდები არც დროს არ მელევა თავში. ხო და რომ არ მქონდეს სოციალური ქსელი, თუნდაც და სოციალურ ქსელში არ მედოს ჩემი ვიდეოები, რომ თუნდაც ვაქირავებ გიმწვენდის აპარატს და არ დამედო ეს, ვერავინ ვერ გაიგებ და ჩემი საახლობლოს გარდა, ჩემიდან ვინც წაიღებ და მე ვის ვიღაცას უქებ და ამასაც მოყავს აუცილებლად თქვენთან მომხმარებლები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს ზუსტად სოციალური ქსელში, რომ ნახა ჩემი რეკლამა და ამის შემდეგ რომ დამიკონტაქტა. ასე რომ განათავსეთ თქვენი პროდუქტები თუ თქვენი ცოდნა თავს შემდეგ აუცილებლად სოციალურ ქსელში. სხვანაირ მონეტიზაციას მოგიტანთ კიდევ ეს. პირადი გამოცდილებით, რა თქმა უნდა, ამას გირჩევთ.